გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ჩვენი გადაცემა არის საზოგადოებაში ძალიან საინტერესო და საინტერესო სტუმრებთან ერთად ყოველთვის ჩვენ ვამბობთ იმას, რაც სათქმელი არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისათვის. თქვენ კარგად მოგესალმებით დღევანდელი შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში. თუ როგორი აჯამსანდალივით არის ყველაფერი არეული ერთმანეთში, ვერ გაიგებ ვინ არის პოზიცია, ვინ არის ოპოზიცია. ამავდროულად ძალიან ესე იგი გათამამდნენ ეს გარე აგენტურული ქსელი, რომელიც ერთი მხრივ ისინი უკვე გაბატონებული არიან ამ ქვეყანაში და თითქოს და მე არ ვიცი ხლა რა დავათქვა, მასა რა სახელი დავათქვა, პირდაპირ ბრძანებლობას გასცემენ. გინდა თუ არა ხელისუფლება უნდა გადადგეს და უნდა მოვიდეს ჩვენთ მიერ მართული ძალები, რომლებიც შემდგომ შეასრულებენ ჩვენ დირექტივებს და გააფუჭებენ ქვეყანაში ყველაფერს, რაც გასაფუჭებელი არის. ჩვენ ესე იგი ასევე ოპოზიციამ დღეს და ესე იგი რამოდენიმე დღე არის გააკეთა განცხადება, ისინი ერთიანდებიან, რაღაც გარკვეული ჯგუფები, კოალიციები იქნებიან და იწყებენ 10 მაისიდან უკვე გააქტიურებას იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისს გეგმაში აქვს როგორ დაიწყო რევოლუცია ქვეყანაში და დაამხო ხელისუფლება. ჩვენ შევეხებით კიდევ სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მტკივნეული, როგორც თვითონ მაცხოვრებელი საქართველოს მაცხოვრებელი ადამიანებისათვის, ასევე ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორიისთვის და აბსოლუტურად იმ წარსულისთვის, რომელიც წარსულისას დღეს მოდის ჩვენი ქვეყანა და რომელიც წარსულისას დღეს ამაყობს ჩვენი ქვეყანა. აი ამ საკითხებს შევეხებით. დღეს ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ყველასათვის ძალიან საპატივცემულო, საყვარელი და საქართველოს კოლორიტი ადამიანი ბატონი გრიშა ონიანი. ბატონო გრიშა. მოგესალმებით, გამარჯობათ, როგორ ახართ? გამარჯობათ. არა გვიშავთ, არა გვიშავთ. მოგვენატრეთ, კაცო, ამდენი ხანი არ უძლებს, განძებაზეოთ, განძება. კარგი ადამიანი მზადებით და დიდებული ქართველი ხართ და თქვენაირ ადამიანებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ქვეყანაში და ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და კიდევ უნდა გააკეთოთ და აკეთებთ ამას და ეს მაგალითი ხარ თქვენ ჩვენი ქვეყნის იმ თაობის, რომელთა თაობას უნდა მართოს ეს ქვეყანა. ხო? მაგრამ ბატონო გრიშა ძალიან მოცნაურ რაღაცები ხდება ამ ქვეყანაში. თქვენ ახლა გამოცდილება გაქვთ აი მთელი ეს წარსული თქვენი არის აი როგორ იცი ხავერდოვანი გზით არის წარსული ყველაფერი, რადგან მე ხავერდოვან გზას ვამბობ იმას, რომ კაცური გზით და ქართული გზით ხართ ამ გზაზე ნასიარულები ყოველთვის და დღემდე მოდიხართ ასე. მაგრამ ეხლა მეც არა ვარ, ახლა პატარა ბიჭი და მეც რაღაცები მინახავს ამ ქვეყანაში, მაგრამ რაც დღეს ხდება ახლა, რაც დღეს ჩვენ დღეს ვხედავთ, რასაც თქვენ უყურებთ. კაცი კაცს არ აგავს, ხალი ხალს არ აგავს. პოლიტიკა პოლიტიკას არ აგავს, ეკონომიკა ეკონომიკას არ აგავს. ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორე კეთდება, ხო? ეხლა ამდენი დირექტივები დასავლური ქვეყნებიდან, ამდენი ბრძანებლობები. ეხლა საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ ვიყავით ყველაზე მეტი საამაყო ქვეყანა, ხო? და საბჭოთა კავშირის დროს არ ხდებოდა ის, რაც დღეს ხდება გარედან. ეხლა ოპოზიციამ და ნუ ოპოზიციას მე ამას ვერ უწოდებ, კაცო. ეს არ არის ოპოზიცია. ოპოზიცია არის სხვა რაღაც, ეს თქვენ კარგად გესმით და კარგად იცით ეს სასინჯოს ოპოზიცია, მაგრამ აი ეს აგენტურული დაჯგუფება, ეს ბანდფორმირებები, რომლებიც აი ესე კიდევ დათარეშებენ ამ ქვეყანაში. დაანონსეს, რომ 10 მაისიდან უნდა დავიწყოთ ჩვენო მოსახლეობასთან შეხვედრა ინტენსიური და მე უნდა გამოვიყვანოთ მთელი საქართველოს ქუჩაში და ეს ხელისუფლება ჩამოაგდოთო. როდემდე უნდა ხელისუფლებამ უნდა ეფეროს ამ ოპოზიციას თუ რა, ამ ფორმირებას თუ ამ ტერორისტებს, რომლებიც ანგრევენ ამ ქვეყანას და აუცილებელი არის თუ არა ბატონო გრიშა ხელისუფლებამ რაღაც რადიკალური ზომები მიიღოს აი ამ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ხო, ბატონოსთან ეხლა მე ძალიან დიდი გზა გამოვიარე, 2 საათი მოდივარ თითქმის, მაგრამ თქვენი ავტორიტეტი და თქვენი პატივისცემა ჩემში იმდენად დიდია, რომ თქვენ გადაცემაში ჩემი მონაწილეობა ჩავთვალე, რომ ჩემთვის ავტორიტეტია და ჩემთვის ღირებულია, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ღირებული კაცი ხართ და თქვენი სიტყვა საყურეთ უნდა გაიგეთოს ახალგაზრდება, საყურეთ და რომ მოისმინოთ. აბა ხო. ეხლა რა ხდება იცით? თქვენი და ჩემი გულის ტკივილი სხვა გულის ტკივილია. ამ ახალგაზრდების გულის ტკივილი კიდევ სხვა გულის ტკივილია. კი ბატონო. და ჩვენზე უფროსები ვინც არიან ეხლა ცოტა არიან, მაგრამ მაგათაც გული ტკივათა და თავი ტკივათა და მინებებული აქვს თავის სიგნილზე.
არა, ახალგაზრდები ახლა თქვენ გასაგებია დღევანდელი თაობა და დღევანდელი ახალგაზრდობას, ნუ ეს ხო ცხოვრება ვითარდება, ყველაფერი წინ მიდის, მაგრამ ეს ჩვენს ვიცით, მაგრამ ის რომ ტყივილი და ტყივილის ახლა ჩვენ გვაქვს საქართველოს ტყივილი, ხო გვაქვს, კაცო, ეს გქონდა იმ დროსაც, როცა ჩვენც ისეთი ახალგაზრდები ვიყავით. რომლებიც დღეს არიან, ხო? ხო, 20 წლის ვიყავი და რუსეთის ტანკების წინ ვიდექი 56 წელს სტალინის ძეგლთან და ვებრძოდით და ზასტალინს ვიძახოდით და ტანკს ვარდებოდით ქვეშა. მე ეს კი კინებიანი დღეს დადგება ტანკებიც, ეს კი კინებიანი ბიჭები. ხო, დადგებიან და ნუ ახლა დროც შეიცვალა ხალხი გამოფიტეს ამ საზღვარეთის ამ უცაურმა იდეოლოგიამ სწავლა-განათლება აღარ არის, მეცნიერება აღარ არის, კულტურა აღარ არის, უფროსად პატივისცემა აღარ არის. ხო და ყველაფერი ტრადიცია მოგვისპეს. ჯერ შუაგზაზე ვართ. შუაგზაზე ვართ, კიდე უფრო ცუდი ამბავი. ესე იგი, შუაგზაზე ვართ, არა განვითარებაზე, არა, დაღუპვის. დაღუპვის შუაგზაზე ვართ. დაღუპვის. ესე ვარესი უნდა ველოდოთ. ვარესი უნდა იყოს, ვარესი, იმიტომ რომ ამ უზარმაზარმა დიდმა პოლიტიკურმა ძრებმა, გეოპოლიტიკამ, ამ რეალ პოლიტიკის გაქრობამ, გეოპოლიტიკის იგნორირებამ, გაეროს გაუქმებამ, სოფლიო წესრიგმა, რომელიც გადააგდეს სადღაცას და ერთი კაცი ხარი რო გამოარდება, ხარი გლადიატორები ესპანეთში ხო გიყურებიან კორიდორზე? კი. ხო და ყველას რო ერჩის ახლა ის ხარი. ისია გამოვარდნილი ეს შობელძაღლი ეს ტრამპი. ხო და თემ სოფლიოს ურჩენს რა კაცო. რა შევა ხან ერთს ამბობს მეორეს აკეთებს. ესო ეს ჩემიაო, ის ჩემია ეს ვინ მოგცა კაცო შენ. ყველაფერი ჩემია, შეიძახე. ყველაფერი. გრენლანდია მინდა ახლა უნდა წამოვიღო. ტიპე ჩავიდო კაცო. არ ვიცი მე ეს როგორ არის კაცო. ამას სვანსონის პოსტამის კონფერენციაზე რომ თქვა რომ დავასრულეთო კონფერენციაო რომ გამოაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ტრუმენმა ადგა სტალინი და დაიბოგო რომ სოფლიოზე იყოს მშვიდობა სოფლიოში სანამ ჩვენ ცოცხლები ვიქნებითო ეს 50 წელიწადიო შეიძლება შენარჩუნდესო ეს წესრიგიო რომელიც ჩვენ დავაწესეთო მაგრამ არ ვიცი ბუნებაო რა შობა როგორ შობა ჩვენ რამდენ ხანს ვიქნებით ცოცხლები შეიძლება მალე დაიხოცოს შეიძლება გვიან ახალგაზრდები რომ მოვლენ აჭკუაზე მოვლენ ვინ ახალგაზრდები მოვლენ თუ ამას ვერ მოასწარით გაზდა ამათი დიახ ხო და შეიძლება ორ კვირაში დაიწყოსო და ეს იმ პერიოდში ხდება როდესაც ისინი გეგმავდნენ რომ საბჭოთა კავშირს 20 ქალაქი უნდა დაებომბას ატომური ბომბებით ეხლა შეთან სალაპარაკოთ იმიტომ მოვედი რომ ატომურ ბომბს ვიტყვი შენ ის გესმის რა თქმა უნდა რას ვლამბობ ამაზე და რა კონცეფციაზეა ლაპარაკი ესე წაღმაუღმახმარობენ სიტყვას ატომური ბომბი ბირთვული არ არის გამოყენება ბირთვული არ არის გამოყენება გეგმავდნენ პიპოგის ბურთი იყოს გელაპარაკები რომ როგორ უფრთხოდნენ ერთმანეთს რომ გაიგო სტალინმა რომ 20 ქალაქის დაბომბვა უნდა და ატომური ბომბებით ამას ისე თქვა მაგათ გამავრცელებლების ხო ყავდათ გაიგე რომ გაეტანათ რა ამბავი გარეთ რომ გაეტანათ ვითომ ჩუმად სანამდეო ჩვენამდე ატომური ტალღა მოვაო თელ ევროპას მუხლუხების ქვეშ მოვაქცეო სტალინმა თქვა კაცო როგორ თელი ევროპა ჩახსახდა 60,000 ტანკი ყავდა ტანკი 40,000 ყავდა
საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 20,000 ევროპაში მყავდა. მერე საზავიდეს ყველაფერი. საწავიდე ჯერში ჩამარეს და დათვეს ევროპა. ხო და ყველაფერი გაანიავეს. ეხლა თქვენ სტალინს შეეხეთ ბატონო გრიშა და მე არ შემიძლია რომ გითხრათ თქვენ ახლა თქვენ დისერტაციები ვიღეთ დაცული ამ საკითხებში სტალინთან მიმართებაში და მის წარსულზე და მის შექმნილზე და არათუ მარტო ესე იგი დიდი სამამულო ომის მოგებას და რა თქმა უნდა ძალიან მე ნუ ახლა თქვენ ჩემზე უკეთესად ითის თუ როგორ დაიწყო ხრუშჩოვმა მისი განადგურების პროცესი რა თქმა უნდა და მართლაც რომ ესე იგი ადამიანებმა რომელსაც შექმნა მსოფლიო წესრიგი და ადამიანმა რომელსაც ამ მსოფლიო წესრიგის შექმნის საფუძველზე მთლიანად დაამკვიდრა მშვიდობა დაამკვიდრა მსოფლიოში განამტკიცა ხრუშჩოვმა ეს ყველაფერი შემოატრიალა და თავდაყირა დააყენა ეს ყველაფერი ხო ამის გარდა შესაბამისად სტალინმა დაგვიბრუნა საპატრიარქო დაგვიბრუნა ეკლესიები რომელსაც დააბრალებდნენ სტალინმა დაანგრიაო და სინამდვილეში ტროცკინმა ლენინმა დაანგრია ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხო ამის გარდა სტალინმა შექმნა უზარმაზარი მრეწველობა ქვეყანაში საქართველოში და თქვენ წარმოედგინეთ პირველი ქვეყანა იყო საქართველო სადაც ფაქტიურად მთლიანობაში ყველაფერი გუგუნებდა აკეთებდა ყველაფერს მთელი ქართველი ერი იყო აი იდეალურ მდგომარეობაში დღესდღეობით ეხლა 19 სიახლოვდება აგრე ახლა რუსეთში მიდის ინტენსიურად ფაქტიურად მომზადება ყველაფრის და რუსეთის ფედერაციამ წამოწია სტალინის სახელი უკვე ნაბიჯ ანუ მიხვდნენ ისინი რომ რუსეთი თუ არის დღეს ასეთი ძლიერი სახელმწიფო და თუ დღეს რუსეთი დომინირებს და ფაქტიურად მართავს მთლიან პროცესებს სოფლიოში და არცაც წამგებიან სიტუაციაში რა საომარი მოქმედებების დროს ეს არის სტალინის დამსახურება. თქვენ შეეხეთ ბირთულ რაკეტებს, რომელიც სტალინის და ბერიას დამსახურება არის, ხო? ჩვენთან საქართველოში ყველაფერს აკეთებენ რომ აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელონ სტალინის დამსახურებები სტალინის ის დიდი შრომა ღვაწლი სტალინმა რომელსაც გადაარჩინა თბილისი ხო სტალინმა მოდი პირდაპირ თქვა კაცო რომ სტალინმა ჩამოასახლა ის ინტელიგენცია ქუთაისიდან იმერეთიდან სვანეთიდან და შეავსოთ თბილისი სადაც თბილისში იყო ჭარბობდა სომხურ ენოვანი მოსახლეობა და კიდევ სხვა დანარჩენები ეს გააკეთა სტალინმა ხო ელიტა შექმნა რატომ დღეს ქართველ ხალხს არ ახსოვს ეს ყველაფერი და რატომ არ არის დღეს ჩვენი ქვეყანა პირველ საფეხურზე სტალინის ამ შექმნილი იდეალური ქვეყნის დამსახურებასთან დაკავშირებით 1000-ზე თქვი ტელევიზიით, გაზეთით, ტრიბუნაზე სადარავ 1923 წელს გაკეთდა აღწერა. დიახ. აღწერა გაკეთდა 1917 წელს გამოვიდა უკვე 16 წელში დამეტნილი ტიფლისკი კალენდარი. წარმოედგინეთ. ტიფლისკი კალენდარში ეწერა რომ თბილისის მოსახლეობა 19% არის ქართველი. 22% არის რუსი, 27% არის სომეხი და დანარჩენი აფხაზი, თურქი, ეზიდი ყველაფერი. 26 დუმა იყო, 26 კომისია იყო თბილისის დუმაში. არც ერთი დუმის თავმჯდომარე ქართველი არ იყო. სულ სხვადასხვა ეროვნების ხალხი. თუ არ გავითვალისწინებთ ვინმე ხუნდაძეს, რომელიც იყო თბილისის მებაღე და მისი თანამდებობა გატოლებული იყო კომისიის თავმჯდომარესთან. ხო. 51 წელს ჩატარდა თბილისში 51 წელს. ესე იგი აგერ დაახლოებით 30 წლის მანძილზე, ხო? ჩატარდა წინა საყრილობო თბილისის პარტიული კონფერენცია. ხო, როგორც იყო რა? კი. მერე უნდა ჩატარებული იყო თბილისის ყრილობა, ხო და მერე უნდა წავსულიყავით მოსკოვში ყრილობაზე რა. ესე იყო სტრუქტურა. კი ბატონო.
51 წლის ოქტომბრის პარტიულ კონფერენციაზე არჩეული იქნა 70 წევრი თბილისის კომიტეტის. ამ 70 კაციდან ორი კაცი იყო სხვაგვარი. დანარჩენი ქართველები. დანარჩენი ყველა გაჩვენი. ეს იყო ფედურისკი, ერთი ის იყო კამადუიში, ზაგოგასკო ოკრუგა. ხო და მეორე იყო ვიღაც მამედოვი ისა ელექტროცენტრი რო იყო აქ ეს ცენტროლიტი, დიახ. ცენტროლიტის სვარჩიკი. აი ის იყო ორი კაცი. ასე გაწმინდეს საქართველოს და ასე ჩამოყალიბეს საქართველოს. ქართული ინტელიგენცია, ქართული აკადემიკოსები. ეს გააკეთა სტალინმა, ხო? ეს გააკეთა სტალინმა და მე ჩვენ რით დაუბრუნეთ ეს იკეთება. ჩვენ დავიბრუნეთ იმით, რომ მთელი პაკისტანი, ინდოეთი, არაბეთი ყველა ქვეყანა აქ არის. ეხლა დიღომჩო გაიარო გაშავებულია სული ქაურო. გენატრება ქართული სახის ნახვა. ახლა შეიძლება სტალინის ძეგლის აღება გორიდან კაცო. ეს გივით არ გამაძერო არის, ეს უპირო პირი რო არ აქვს. აი მაგის ბზანებით ვინ არის გივით არ გამაძერო, მაგის ბზანებით სტალინის ძეგლი არის. მე ვულებოდა რომ დავდგათო ისო სტალინის ძეგლიო იქო გორშიო დავდგათო. მე ვთხარი არავით არის სტალინის ძეგლი არ დავდგათ. სანამდე თქვენ საკანონმდებლო აქტებს არ მიიღებთ. დიახ. რომ ის ტერიტორია დაცული იქნება, ძეგლი დაცული იქნება, თორემ ეხლა ჩორგოლიაშვილმა იაროს იმითი კრასკის ბანკებითა და ჩოთკებით. ხო და კრასკოს ეს და მე დიოდა ვინსა წვიდო მე ეს როგორ შეიძლება ეს სხვადასხვა ჩერგოლიაშვილი ამბობს თუმცა ეს მაგის ქმარი რომ არის ბოკერია რომ საერთოდ აბსოლუტურად საქართველოს ახალი ისტორია უნდა დაიწეროსო არავით არის ეს ძველი რაღაც გადმონაშთიო ახალი უნდა დაიწეროს ამათი დუხი არ უნდა იყოს ამათი სახელიდან გვარი უნდა მოიწვას როგორ შეიძლება რომ ახალი ისტორია უნდა დაიწეროს მაგრამ იმათ თავისებურად დაწეროს ისტორია თავისებურად ხო არა მაშინაც არასწორი ისტორია იყო გელაპარაკები აი მარიკა ლორქიფანიძეს აქ ყველა მედალი თუ რამე არსებობდა ქვეყანაზე და საქართველოში ხო მაგისი დაწერილი ისტორია როცა იკითხო გული აგერევა პირველად უნდა დაინთოს დიდი კოცონი ამ თბილისის მოედანზე ხო და მიტანილი უნდა იყოს ეს ნაგავი ეს სტალინის შემდეგ დროინდელი ისტორიის ნაგავი ხო და უნდა დაიწვას და იმაზე ხელებს უნდა ითმობდეს ახალგაზრდა ჩვენო ესე იგი მოკლედ აი თქვენ ახსენეთ ახლა მარიკა ლორქიფანიძე ახსენეთ და კიდევ სხვა დანარჩენი დანიდა ზმანი მისი ჩვენო ესე იგი ვიყავითო რეპრესირებულები არა ეხლა მე ვიცი ახლა რატო იყო ისინი რეპრესირებულები იმიტომ იყო ისინი რეპრესირებულები სხვა დანარჩენი დანიდა ზმანი მისი და რომ გამოდიან დღეს და მე იმათი შთამომავალი ვარ იმათი შვილიშვილები ვარ სულ ყველა თანამშრომლობა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ამას ტრაბახობენ ხო მე შევკები შვილები ვარ და ტროცკიშის შვილები ვარ ეხლა ტრაბახობენ რა აი საამაყო მათ და ამ იმან გამსახურდიამ კი ბატონო კაცო მე პატივცემდი იმას ჩემთან იყო კაცო და ყველაფერი რამე იქეთ ნუ აიცოდა მაგას სახელმწიფოს რა იცოდა მაგას ზეჭამუკივითი კოშკში გაიზარდა ისე რა იცოდა მაგას მეცხოველეობა და მეწყარეობა და ქვეყნის ინდუსტრია და ზიებრები იმიტომ იყო რომ გადატრენა მოუწევს მე იმგენა ინტელიგენცია ხო და იმან კაცო ჩვენ რა გვინდა ესო რუსეთის არმიაში წამსვლელი კაცო იქაო მამათმავლობა არის მამათმავლობა არ გიყო შეგაიგაძო და რუსეთთან რა გინდა შედა ხო და აი რუსეთს ჩამოგვაცილა იმან დაიწყო ეს ქაოსი გელაპარაკებ გავყიდეს ყველაფერი მე ჩამოვიყვანეთ ეს მაკე ღორი
ის რომ ეკონომისტი რომ ჩამოიყვანეს ბენდუკიძე ყველაფერი გავყიდოთ სინდისის გარდა ყველაფერი და გავყიდოთ ჩვენო და პირველად სინდისი გაყიდა იმან და მე რა რომ საერთოდ მაგათ ან სინდისი რო გაიყიდათ არა აბა ხო და ახლა ისე ლაპარაკობენ იმაზე სინდისის პატიმრებიო გარეთ არ ქონდათ მაგათ სინდისი და რაღაცა იქ რა ციხეში როგორ გაუჩნდებოდა სინდისი საიდან გამოუჩნდათ კაცო ციხეში სინდისი მართალი ბანდებით ბატონო გრიშა რა არის იცი იმდენი რაღაცეები არის ამ ქვეყანაში ხა სასწაულ რაღაცეები ხდება ეხლა თქვენ ახსენეთ ტროცკი ახსენეთ ეს მეც გეთახმები რომ ისინი იყვნენ ტროცკისტები ისინი იყვნენ მართლაც მენშევიკების მეხოთბეები მათი აგენტურა ზოგი ინგლისის აგენტი იყო ზოგი გერმანიის აგენტი იყო და ასე იყო ეს პროცესები ნახეთ ეხლა დღევანდელი პროცესების დღესაც ხო იგივე არის ის დაჯგუფებები ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები ეს რო არის ჭიჭე თუ ჭუჭუ ვაშაზე რო არის ეს რა გვარია თუ რა ქვია მაგას სახელიც კი არ ვიცი მაგას ისტორი ეს გვარამია ეს ისინი ხო ესენი ხო პირდაპირ ერთ-ერთი მსგავსება არის მაშინდელი ტროცკისტების და დღევანდელი კაცო ის არის ორი დღის დაწერილი კონსტიტუცია ჰქონდათ მენშევიკი ორი დღის და გამსახურდა იმაზე დააფუძნა ახალი კაცო ყველას მიხაროდა მეც დამოუკიდებლობას მივეცი ხმა ხო ყველას მიხაროდა დამოუკიდებელი საქართველო რატო არ მიხარია კაცო მაგრამ ამ მომაკვდავ მენშევიკების მომაკვდა ორი დღის კონსტიტუციაზე რომ აფუძნებ იმას რომლებმაც დაღუპეს საქართველო გაძარცვეს თურამე ოქრო მქონდა თურამე განძეულობა მქონდა წაიღეს გაყიდეს ჩახეთქეს შვილები გაძარცვეს და სახლები იყიდეს საფრანგეთში რესტორნებში კაფეებში ხარჯავდნენ იმას ჩვენი განძეულობის ფულებს 59 გექტარი ვიყიდეთ იქა ჩვენი ფული ლევირში აქედან ვითომ გაატანეს საქართველოს განძი ლევირში რო ჩააბარეს ეს განძი დაწერეს რომ ეს არის ემიგრირებული ხელისუფლების განძი და სხვადასხვა თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ბატონო გრიშა ეს განძი ახსენეთ ახლა თქვენ რომელი განძიც უკვე დაკარგული იყო და აბსოლუტურად წაშლილი იყო მთლიანად მთელი ამ განძის ისტორია საქართველოში აღარ არსებობდა და არის ესეთი ინფორმაციებიც არის და ამის ესე იგი არქივებშიც მოიპოვება ამის მასალების რომ ეს განძი სტალინმა დაუბრუნა საქართველოს. მე მაგირგა შესწავლილი მაგდა წიგნი დავწერე მაგაზე. წიგნი დავწერე, მაგრამ რა დააბრუნა ამ სტალინმა? წაიღეს 284 ხო და ჩამოიტანეს 39. ხო, რაც კარა. 39 აი მოუსწრო არ გაიყიდა და ის საფრანგეთის ქონება იყო უკვე. ეს განძი 34 წელს საფრანგეთმა გვაღიარა საბჭოთა კავშირი. და იქ აღიარების ხელშეკრულებაში ეწერა რომ როდესაც სახელმწიფოს აღიარებს მაშინ სახელმწიფოს მოწინააღმდეგე პარტია თავრობა ადამიანები არ უნდა ცხოვრობდეს ერთი სახელმწიფოში მეორე სახელმწიფოში. ხო და ჩვენი ემიგრირებული მთავრობა ხო იყო საფრანგეთში. ამიტომ როცა გვაღიარა მაგან ეს გააუქმა 34 წელში. დიახ. იმის მერე არ არსებობდა საფრანგეთში საქართველოს ემიგრირებული ხელისუფლება. ეს აღარ არსებობდა ფიზიკურად არ არსებობდა. ანულირება მოახდინეს ყველაფერი. მაგრამ ეს ნაყიდი რაც ჰქონდა ჩვენი ოქროებით ამებით 49 გექტარი იყო ლევილი. 49 გექტარი. ნაწილ 1000 მეტრა, 2000 მეტრა, 3000 მეტრა გაყიდეს ეს ასე. გაყიდეს და 5 გექტარზე ჩამოიყვანეს. რაც შეღობილი იყო ერთი 5 მეტრიანი ზაბორი. თავად ის მამული იყო ეს. ხო და ეხლა იქ მე დაყოფი ვარ იქ ორჯერ ბაღნარად არის ქცეული ყველაფერი რა იმისი ლევილის გარშემო ამ ჩვენი შემოღობილი ირგვლივ
რაც გავყიდეთ რა. რაც გავყიდეთ, რა სანამ. ისინი ყველაფერი ღაღანი გააქვს, იქ ყველაფერი ეს მშენებლობები კი არ არის კაცო. ხეხილის ბაღები და პარკები და რაღაცა რა სასწაულია. ხო და ესენი იყო მანდა 17 აუზი ამ სასახლეში. 17 აუზი, რომელიც ერთი აუზიდან რომ გადადიოდა წყალი, მეორე აუზი ივსებოდა, მეორე აუზიდან გადადიოდა მესამე არხებით. ხო, ლავაზის ქვია რაღაცა იმის კანონის მიხედვით რომ ივსება და იცლება ეს. ხო და შიგნით იყო ოქროს თევზები რა, იმას ეთყობა კულტურული ფრანგი კაცი იყო. ხო. ესო კაპიტალიზმის გადმოდაშია და ქვები ჩაყარეში გამოავსეს ეს აუზები. ხო და გაჩნდა ბაღები შიგნავე და ჩავედი ახლა ბაღებით იყო სავსე. ფლიგები და გველები. ხო და გველი. ეხლა რა არის ნახეთ მე რა მინდა გითხრათ თქვენ ახლა ლევილი შეეხეთ საფრანგეთს შეეხეთ ხო და აი აქ ახლა პიტა მოდი მე ხო არ მიყვარს ის გვერდზე ლავირებები და იქით და მე ვარ პიტაპირი კაცი ეს რო ყავდა ეს ისა რა ქვია გაურკვეველი პიროვნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ვერ გავიგეთ რა წარმომავლობის არის ეგ იბრალე და ყველაფერს ვარ მე გადავარჩინე ეგ ლევილი ჩემა ბაბუამო და ჩემა მამამო ეს ყველაფერის უპატრონაო მაგის ბაბუამ გაყიდა ის ქონება იმისი იმის მონაწილე არის რო ჩააბარეს ქონება მაშინ პირველად ზღვისპირზე რომ მივიდა იქ პირველი დასადგური იყო ეხლა დღეს ეს ხალი ეს კალბატონი რომელიც თითქოს მან დაამკვიდრა ქვეყანაში დემოკრატია ეს თუმცა საქართველოს წამოწია წინ სოფლიოს გააცნო კი როგორ არ გააცნო სოფლიო ოღონდ უარყოფითი მოტივით გააცნო კუთხით გააცნო სოფლიო ხო ეხლა ეს ჩაუდგა ამ რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებას და იძახის რომ მე ვარ პრეზიდენტიო ეხლა იძახის პრეზიდენტი ვარ ეს ზურაბიშვილი ხო და იძახის და გერმანიას უწევია თავის საიტზე და ვერ ჩამოახსნევია ამა ჩვენმა მთავრობამ. ხო ეს პრეზიდენტია სალამე უწერიათ პრეზიდენტად და ვიღაცა გოგიაშვილი ვიღაცა საგარეო საქმეთა მინისტრად. ამის ვიღაცა. ხო ამის ვიღაცა. ხო ეხლა ნახეთ რა ხდება. მოკლედ ეხლა ამათმა ისევ დაიწყეს ეს აქტიურობა. ჩამოვიდნენ ეს დირექტორებს უძახი მე მაგათ ზოგი მინდა თქვია საფრანგეთიდან ზოგი გერმანიიდან ზოგი ჩეხოსლოვაკიიდან და პირდაპირ ღიად ასე აშკარად უკვე ჩვენ ხედავთ რომ ესენი ემზადებიან არეულობისათვის რევოლუციისთვის რა აი პირდაპირ ამბობენ ღიად ამბობენ რომ ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა ჩამოაგდოთ ხო ამბობენ რომ ეხლა ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოსული კიდო ეს ინსტრუქტორი არის რომელიც ამზადებს ამ იმას რა ქვია ჯგუფებს რომელმა ჯგუფებას უნდა ეწოს არეულობა ქვეყანაში და გაემეორონ ის რაც გაემეორეს რუსთაველზე ეს მოლოტოვის კოქტეილები პილოტექნიკა და ასე შემდგომ ამას მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ანუ ელჩები გერმანიის ელჩი პირდაპირ ღიად ამბობს ამას ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ღიად ამბობს ამას ხო ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი არის ეს ბოჭორიშვილი ვარის ალბატონი გამოდის და სულ სხვა განცხადებებით არის დაკავებული იმის სამწუხაროდ რომ რაღაცენად რუსეთთან მიმართებაში რაღაც ბალანსის შექმნას და რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას ეს პირიქით ცეცხლზე ნავთასხამს ხო ამ სიტუაციას რომელიც მდგომარეობას შეიქმნა აგერ მეორე მხარეს ხო და პირდაპირ ეუბნებიან რომ დაგამხოთო ამათ ისევ ფეხქვეში ვარდებიან ამან ხო უნდა გადადგას რაღაც გარკვეული ნაბიჯები როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ეს ელჩები როგორც წესია როგორც კანონია და როგორც დიპლომატიურ მას შეეფერება პროტოკოლს ხო შესაბამის პასუხი მოთხოვოს და რატომ ვერ აკეთებენ ამას ძალიან ტრისტან დიახ შეგონია რომ ჩვენ ქვეყანა გვაქვს და აი შენ ისეთი გამოსილი კაცი ხარ რომ ეს არ უნდა გეშლებოდეს ჩვენ ქვეყანა არ აქვს ჯარი როცა არ აქვს საზღვარი როცა არ აქვს კანონს რო შენ ვერ ატარებ დიახ ცნობარი ვარ აქ კანონზე გაიგე შენ მიღებულ კანონს რომ გაიწვიო რომ გეუბნებია და იმის რეალიზაციას ვერ ახდენ იმის რეალიზაციას ვერ აკეთებ გაიგე აი გეუბნება ის მოსული კაცი
45 წელში თუ 6 წელში გერმანიიდან 40 კილოგრამი კარტოფილი ჩამოიტანა ელჩმა. აქ საქართველოში. საქართველოში კი არა, საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში. მაშინ სადყადა ელჩი. ხო, გერმანიის ელჩმა, ხო? არა განდო, ამერიკის ელჩმა. აი, ამერიკის ელჩმა. აჰა. 40 კილო კარტოფილი. აჰა. სტალინი ისერდა პირველად ომის შემდგომ სოჩაში. დიახ. იქედა სპეციფიკი პოსტით გააგზავნეს, რომ ასედაზე კარტოფილი ჩამოიტანა იმან. მოაშორეთ არ დავინახო იქ ისერჩო. კარტოფილის მედიკამი არ გვაქვს რუსეთში, რომ ამერიკიდან ჩამოიტანოს კარტოფილი. მეორე ცნობა გაუგზავნეს, რომ შვეიცარიის რომელიღაც ელჩმა ისა მეზოვეს მისცა შენიშნა. ალბათ სულად დაგავა რაღაცა და მისცა რა იმან. მაგრამ საბჭოთა მეზოვე როგორ ეს ვინ კითხავს მაგას შვეიცარიის იმას და გააგდო სახელმწიფოდა. ის იყო სახელმწიფო. მაგას მიუწევოდა კანონზე ხელი. დიახ. ხო და ქონდა სუვერენიტეტი ქვეყანას. და შეშუვერენიტეტი არ აქვს, კანონზე ხელი არ მოგიწევდა, ჯარი შენ არ აქვს, დიპლომატი შენ არ აქვს, ქვეყანა შენ არ აქვს. რა შედავები ამ ხალხს ვერ გაიგე. მაგალითად ჩერგოლეიშვილი ყავთ, აგე ბოკერია ყავთ. ხო და ყავდეთ კაცო რა ვქნა და მაგრამ აი ხო თქვენ რომ ამათ გავაუქმებთ. აი ეხლა იმ კვირაში გავაუქმებთ. რატო ვერ აუქმებთ? რა ვიცი რატო არ ვქნა? რატო რა ვიცი მე? მე პირიქით ეხლა რა ხდება? ნახეთ ეხლა ახალი ინფორმაცია არის და ეს ალბათ ახლა ძალიან მარტივ მთელი საზოგადოება გაიგებს და მე ვიდე რომ აი ჩვენი ტელეკამერებიდან ეს და ჩვენი ეთერიდან გაჟღერდეს. ეხლა თურმე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ულტიმატუმი დაუყენებია ქართული ოცნებისთვის, რომ უნდა შეიქმნას კოალიციაო. კოალიცია ვიდან იქნება ხა შეხედე. ქართულ ოცნებასთან კოალიცია უნდა შეიქმნეს. გვარამია, ბოკერია, ჩერგოლეიშვილის კოალიცია. ეხლა ეს როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ამათი კოალიციის ახლა არჩევნები უნდა ჩატარდეს, ალბათ იქნება ვადამდელის საპარლამენტო არჩევნები და აი ეს ქვეყნის მტრები, რომელიც ქვეყნის მტრებიც უნდა ესე იგი შეიწოვოს ქართულმა ოცნებამ მათი ესე ერთობლივი მოქმედება საქართველოს რას მოუტანს? მე მეგონა შარშან 19 აპრილს გამოვიდა ეჯინა ივანიშვილი. კი და თქვა აქამდე ჩვენ მივყვებოდით ამერიკისა და ევროპის მითითებებსო და იმას ყვაზე ვუშაობდით. დავინახეთ რომ არაფერი არ გამოდის ამ მუშაობიდან რომ ქვეყანა უკან წავიდაო. რო გეუბნებოდი რომ ჯიბეზე შეეტყობაო, აი შეგვეტყო ჯიბეზე არაფერი არ გვაქვს ჯიბეში. კი, მაგას შეეტყო. ხო, არა, იმას არ შეეტყო, მე შემეტყო. ხო. და აწიო უნდა ვიმუშაოთ ჩვენო ისეო, რომ სახელმწიფო დაამსგავსოთ სახელმწიფოსო. რაღაცა მაშინ მართლა გააკეთეთ რაღაცები, გამიკეთდა გული, ავშედით ქვეყანას, ემსგავსება ქვეყანას რაღაცებს. მაგრამ რა კოცონი უნდა დაანთო ეხლა შენ ეროვნული მოძრაობის ისა ეროვნულ მოედანზე რომ საქართველო გაათმო. ხო შეიძლება რა. გამორიცხულია. საქართველოში როგორი ხანძარიც არ უნდა დაანთო და რამე პლანეტას ვერ გაათმო, როგორ გაათმო? ამიტომ პატარა ქვეყანა როგორც არ უნდა ერთ კარგრამეს კეთრი და მაყურებელსაც მეწონა. კი ბატონო. უჩა ჯაფარიძე ხო ეგონია? კი. უჩა ჯაფარიძის ძმა იყო ადრე წასული გერმანიაში. დიახ. ხო და ქონდა კონცერნი ფრინველების. მოფრინველები. ხო და ეს უჩა ძალიან ახლოს იყო ამ ბჟავანაძესთან. თქვა, უთხრა რომ მე ფრინველობა ვითარდებაო თბილისში, ხო იცი 18 მე ვიყავი მაგათი საკვების მიმწოდებელი, ქართლის დირექტორი ვიყავი. აი იმ დროს მაშინ ბჟავანაძის დროს, ხო? ბჟავანაძის დროს და შევარდაძის დროს. ხო, კი ბატონო. ხო და ისა
18 მეფრინველობის ფაბრიკა. დიახ. აქა 2 დღე რო გაჩერდებოდა კვერცხი, იმას ჩვენ ბეჭედს ურწყამდით. ყველა კვერცხს ბეჭედს ურწყამდით, რომელიც ხშია გამოსული. აჰა. 2 დღის მერე ის კვერცხი უნდა მელანჯეში ჩაბარებული იყო. აქედან კრასკე. ანუ არ უნდა ასე არა კაცო ის უკვე მოყარებაში არ უნდა დასულიყო. არა, ეხა ყრია იმის და ქვაშავით არის და კვერცხი ეხა რა არის არ ვიცი. არა, მე ვიცი. ხო და ამა დემიჩევი იყო მაშინ ცეგას დივანი იქ მოსკოვში. რომელიც შუა აზიაში დამუშავარი იყო რამე და ჩარგასაც იცნობდა რაღაცები ახლოს იყო საქართველოს და თხოვა იმან რომ მას გერმანიაში არის ერთი ჩვენი დიდი მხატვრის ისო და იქნება დავგვთხოვდება რომ ჩავიყვანოთ საქართველოში. წავიყვანეთ რა ამოიტანა პოლიტბიუროზე ჩამოიყვანეს ეხლა. დანიშნეს თბილისის მეფრინველობის ფაბრიკის დირექტორად. აგეთ თბილისში იყო ის სპერმიზოდის იქეთ მინდვრები იყო და იქ. ბექაურია რაიგოვის დივანი. ალექსი ბექაური ეს იყო რაიგოვის დივანების დივანი და სახელოვანი კაცი ძალიან. მაგრამ თუ ეჭირა ხელში სკრეფელი და ამ ჯაფარიძემ დირექტორმა განკარგულება გასცა ვიღაცაზე რომ ფული მიეცათ 20,000 ლარი. მანეთი 20,000 მანეთი მიეცი ბუღალტერს აზე მიეცი 20,000 რაღაცა უნდა მოეტანა თუ ეყიდა თუ რაღაც. ხო და ასე ახლა თუ იმას მინდობილობა არ ქონდა ხელშეკრულება არ იყო დადებული ის წარმოდგენილი არ ქონდა ინკასო რაღაცები და ასე არ იცებოდა ფული ასე. იმას ეგონა კაპიტალისტური ქვეყანაში რო იყოს კერძობის აქ მეურნეობრივი. ხო და ამ ბუღალტერმა არ შეასრულეს ბრძანება რა არ მისცა 20,000 მანეთი. ხო და შევიდა ამასთან დირექტორთან და უთხრა რომ ჩვენთან ასეთი წესი არ არისო. ამას საბუთები უნდა რომ 20,000 მივცე ხელზე კაცს. დიახ. ხო და მაგრამ არისო წესიო მეორეო. თუ შენ დააწერ ამას მეორეჯერ რეზოლუციას. დიახ. რომ გიბრძანებთ გასცეთ ესო მაშინ მე მეხსნება პასუხისმგებლობა როგორც ბუღალტერს და შეძე გადადის პასუხისმგებლობა ხო და ამას გავცემო. კარგიო, მაგრამ ამა დააწერა რეზოლუცია. მეორე რეზოლუცია. ბუხ დააწერა. რაც არ უნდა ახტე შეყრეზე მაღლა ვერ ახტები. გასაგებია მათგაშა ყველაფერი. ხო და ეხლა ეს ვისი მისამართია რა თქვა? აი ეს არის ამის მისამართი. ამის მისამართი. აი აბა არ ხდება ასე. მე ვეუბნები ბიჭო. გეუბნები ჩამოდით. ვილაპარაკოთ. ხორბალი ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ მოხმარებაში გქონდა 1,800,000 ტონა მარცვლეული. დიახ. 700 იყო შვედი საჭმელი. დანარჩენი 800 თუ 900,000 იყო. ხო ამ მესხოილობის. კი ბატონო. კომბიკორმას ვამზადებდით რაღაც ესე. ხო ეს არა გვაქვს. შუქი? ეს ხორბალსაც ვჭამთ ახლა ჩვენა. რუსულია. ეს რუსულია. კი. რუსულია და მანდევე იაფად. მერე სანქციებს ვაბადო ჩვენ გრო სანქციებზე გვეუბნებიან სანქციები დაადებით რუსეთს. იაფად. ნავთეულ ჩვენ არა გვაქვს. ხო? კი. ნავთობპროდუქტები არა გვაქვს. რუსეთი გვაქვს. გაზი. ელექტროენერგია ჩვენ არა გვაქვს, აი. კი. იმიტომ რომ ის აფხაზები თვითონ დანარჩენი
ესენი დაშალეს 350 საკოლმეურნეო გესი მუშაობდა საქართველოში სტალინის დროს. და ახლა აღარ არის ეს. 3 დარჩა. ხო. 3 დარჩა. დანარჩენი ახლა ეს დიდი გესები რაც ჰქონდა რამე ნახევარ წარმოებაზე ჩამოვიდა. ბატონო გრიშა, ისე იგი ისე სწრაფად შემოგვეხარჯა ჩვენ დრო ახლა თქვენთან საუბარში და საერთოდ შენთან საუბარში ახლა მეც აი თვალის დახახებაც ვერ მოასწარი, მაგრამ დამაღამ მაინც ბოლოს მაინც ეს ჩერგოლეიშვილები, ბოკერიები, ზურაბიშვილები, ეს გვარამიები და დანი და ძმანი მისი. ვინც წაიყვანეს კაცი და დააყენეს და ვინც მოკიდა ხელი ამათ განადგურებას ის მოხსნეს. ვინ? ვინა და ახლა ის რო იყო? კგბ-ს უფროს. ესა დინარაძე. დიახ. ესე იგი ანუ არ ესიამოვნათ იქ ზემოთ. აბა? აჰა. რა არის ამდენი ხალხი დაჯერა? არ შეიძლება. დასაჭერი არ არის უყოლ ესენი კაცო. ხო და ქვეყანას თავზე გამხობენ. უნდა გადაღწვათო. უნდა დაგანგრიოთო. ხო და მე რას მეკითხები? უნდა მე რას მეკითხები? იმათ უნდა კითხო. არა, იმათ რო უკითხო, მაგრამ თქვენ მაინც თქვენგან მე რომ მეკითხები, მე ვეუბნები. რატო უყავთ ქვეყანას? აი ვეუბნები ახლა. დიახ, თქვენ ესე იგი. რატო? ვიო, მუშაობდა ის კაცი, შეჩეული იყო ორგანიზაციას. მეორე კაცი ვის გადაეყარეთ, ის შენივრად მუშაობდა ებედეში, შეღავოთ. ის ქვეყანა დალაგებული იყო, რატო რევთ ამ ქვეყანას გამაგებიეთ რა. ვის აწყობს ამის არევა მე? ვინ არის თავი და თავი? სტალინი რას ამბობდა, იცი? საბჭოთა რუსეთში იმიტომ გაიმარჯვა სოციალისტურმა რევოლუციამ, რომ პროლეტარიატი იბრძოდაო. რატო გაიმარჯვა მაინც პროლეტარიატმა და ინგლისშიც არ გაიმარჯვა? იმიტომ რომ პროლეტარიატს დასაკარგი არაფერი არ ქონდა ბორგილების მეტი. აჰა. და იბრძოდა იყო ბრძოლაში სულ. ვიდეო. ეხლა შენ როგორ გონი ახლა ეს შენ ახლა განათლებული კაცი ხარ. ეხლა მაგას უნდა ეხლა იმ მილიარდერების დაკარგვა? არა. ან იმ სასახლეების გამორიცხულია კაცო. გამორიცხულია. ამიტომ იმის სიყვარულია გამოდი ყველაფერი. ეხლა მე რომ მივიდი ეხლა იმას კბილებს ხო ჩამოუღებ იმას კაპიტალისტებს რა. იმან უნდა მოეფეროს რომ ისა. მე იმიტომ რომ რას სამართლები უნიფხაოს ნიფხავს ხდიდე რაც არის რომ რას გახდიდე. ბატონო გრიშა, ძალიან სასიამოვნოა თქვენი აქ მობრძანება, იმიტომაც რომ ჯერეთი რომ ადამიანი ხართ, ვაღარი ქართველი რა. ვერფა გაგიმარჯვოთ და ვერფა ყოველთვის ასეთი შემართებით გამყოფოთ ჩვენს ქვეყანაში, რომ მოგისმინო, ერთხელ მაინც მოგისმინო. სანამ ცოცხალი ვიქნები, ასე ვიქნები. აი ხარეთ ბატონო გრიშა,